შენ მოდის ქალი ვაი რა ქალი კონიაკი თრალი მე ცოცხალ მკვდარი წრემლით მევსება ორივე თვალი შენ ანგელოზა მერეთე მაგაკურთხა თვარემ გაჩუკა ზევდი საფარი შენ ახარ ჩემი ვარსკვლავი შენ ანგელოზა ღმერთ მაგაკურთხა თვარემ გაჩუკა ზევდი საფარი შენ ახარ ჩემი ვარსკვლავი გამარჯობა მოგესალმებით ეს პოდკასტი TikTok-ია მე თაკო მიქელაძე ვარ და დღეს ჩემი სტუმარი არის პანჩო ლევან გალაბლიშვილი ცნობილი და ყოველთვის საყვარელი არტისტი თინეიჯერებისთვის ძველი თაობისთვის მოზარდებისთვის ყველასთვის და თქვენი თხოვნით დღეს ჩვენთან სტუმრად არის პანჩო მოგესალმებით გამარჯობა დიდი მადლობა სტუმრობისთვის დიდი მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის ჩვენი პოდკასტი არის TikTok-ი არის თინეიჯერებზე მათ გარდატეხის პრობლემებზე სირთულეებზე ბედნიერ მომენტებზე რთული ამიტომ პირველ კითხვას კითხავ აუცილებლად როგორ გაიხსენებდი შენი ცხოვრების ამ პერიოდს როცა იყავი თინეიჯერი რომელი წლის ასაკიდან გულისხმობთ ნახეთ 13 წლის ასაკიდან 19 წლამდე როცა უკვე ხო უნდა გაიბრძოლო შენი თავისუფლებისთვის ხო აი ზუსტად გონზე რომ მოვედი 13 წლის ასაკი ესე იგი სადღაც რომელი კლასია ესა დაახლოებით მე-6 მე-7 კლასიდან უკვე აქტიურად იწყება გარდატეხის ასაკი თინეიჯერობა ხო ერთ სკოლაში ვიყავი 61-ში სწავლობდი და მე გადმომიყვანეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და აი მაკედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა რას ნიშნავს მოღვაწეობა მოღვაწეობა აი რას ნიშნავს ახლა გეტყვი რა ფაქტიურად მუსიკასთან ურთიერთობაც ცოტა ადრე დაიწყო 11 წლით უფროსი ძმა მყავს და მეგობრები რომ მოყავდა სულ მაგდებდნენ იმ ოთახიდან და ვეტენებოდი ძალით და ფაქტიურად ისინი რასაც უსმენდნენ მეც იმას უსმენდი რა და ისინი უსმენდნენ ბიტლებს და ამიტომაც მეც აი ამ ბიტლების მუსიკაზე შეყვარებული გავიზარდე ნუ რა შემიძლია ვთქვა 13 წლის რო ვიყავი ხე რამდენად მახსოვს მე-6 კლასი იმდენად კარგად არ მახსოვს რომ მე-8 მე-9 მე-10 აი მაგ პერიოდში ხო ეს ყველაზე საინტერესო პერიოდია უკვე ალბათ ყავთ ეხლა ჩვენ დროს შეყვარებული უკვე გამოსული ხართ სამეგობროში სკოლის სირთულეები იქ თბილისელი კაცი ხართ და უბნის ამბები გექნებოდათ იცი არის მაშინ სხვა დრო იყო სხვა ნაირად ვიზდებოდი ჩვენ ბავშვები სხვანაირად ცხოვრობდით ეხლანდელ ახალგაზრდებთან განსხვავებით ეხლა ჩემი ოცნება რა იყო ეხლა რო კითხო ბავშვს რა აქვს ოცნება გეტყვის კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდე იქ რაღაცა ფაბრიკა გავხსნა თუ რაღაც ჩემ დროს არ იყო ეგეთი რამე ჩვენ ეგეთ რამებზე არ ვეცნებოდით მე ვოცნებობდი კუნძული რომ ქონოდა ისეთ რაღაცაზე რაც მართლა ოცნებაა რა ყვაყოფილდებოდით იმით რაც გქონდა პანჩო პირველი შეყვარებულობა რო გაიხსენოთ მაგ ეტაპზე ცხოვრების როგორ მიხვდი რომ ჟრუანტელმა დამიარა ტანში მივხვდი იმიტომ რომ დავდებილდი ფაქტიურად იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც უყვარს ყველაფრის გამკეთებელია და თებს გადაატრიალებს და ესეთი ვიყავი მეც ბავშვობაში შენი სიმღერა იყავი გიჟი რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია ფაქტიურად შენი სიყვარულის ისტორია სხვაება იყავი გიჟი როგორ არის დაწერილი ცი სიმღერა ის ადამიანი ვინც მიყვარდა იმას წერდი მესიჯებს და მე რო დავშორდით იმან მომიტანა რვეული სადაც იყო ჩემი მესიჯები დაწერილი ეს მესიჯები იყო კუპლეტი ორი კუპლეტი ლექსებად წერდი რა რაც მომდიოდა
შინაგანად რაც მაწუხებდა იმ მესიჯს უგზავნიდი და მე ამ მესიჯებით სამი სიმღერა ავკრიფე. მაშინ არ იყო ეს ტელეფონები და ეს რვეულებით როგორ მესიჯობდით ეს არა მოგვიყევი. როგორ არ იყო მე ხა მე 13 წლის ასაკში კი არ დავწერე ეს სიმღერა დავწერე მაშინ როცა ტელეფონები იყო და კი 13 წლის ასაკში სიმღერებს არ ვწერდი. არა ეს უკვე სადღაც მე 9 კლასში ვიყავი ალბათ 15 წლის ვიყავი როცა პირველად გიტარასთან ურთიერთობა მქონდა და იმ აქედან დაიწყო ეს სიმღერების წერა მაგრამ მანამდე ვოცნებობდი უბრალოდ რომ ის მეჭირა ჩოგბურთზე დავდიოდი ბავშვობაში და ჩოგბურთის რაკეტკას დავიჭერდი და ვიტომ გიტარა არის და იმაზე ვაჩხაკურნებდი იმდენად მინდოდა რომ მე მღერებ მაგრამ და გიტარაზე რომ ვისწავლე დაკვრა ეს თუ შეიძლება ითქვას მე თვითონ რაღაცებს ჩარლიჩობდი ვისწავლე სახლიდან მაგდებდნენ იმიტომ რომ სახლში ტვინი მქონდა წაღებული ვაჩხაკურნებდი და არავის ჩემი მოსმენა იასნე არ უნდოდა და არ წარმოდგენა ქონდათ რომ როდესმე ჩემს სიმღერებს ვინმე მოусმენდა როგორი ურთიერთობა გქონდა ბაზარდობაში მშობლებთან რამდენად ითვალისწინებდი მათ სიტყვას ესე რა ვთქვათ იმიტომ რომ მაგ პერიოდში ცოტა რთულდება ხოლმე თქვენ შემთხვევაში იმ დროს რა ხდებოდა აი ეხლა აღნიშნე რომ სახლიდან მაგდებდნენო როგორ დაგიჭირეს მხარი კი მშობლები რო ყავს უკვე ბედნიერი ადამიანი ხარ უბედნიერესი ადამიანი ხარ და ამას ვცნობ მაშინ როცა უკვე აღარ ყავს მაშინ აი მაშინ ხვდები რომ თურმე რა კარგია ეხლა ყველაფერს მივცემდი რომ დააბრუნონ ის დრო როცა მე მშობლები მყავდა რა ყველაზე კაი პერიოდი იყო ეგ ჩემ ცხოვრებაში რა რჩევას მისცემდი თინეიჯერებს რომლებიც დღეს მშობლებს უპროტესტებენ ყველაფერს და კი ეს ასაკის თავისუფლებაა მაგრამ ეძაბებათ ურთიერთობები აქვთ გაურკვევლობა მშობლების ზარები და შემოწმება მათთვის ახლა სრული გაუგებრობა რა რჩევას მისცემდი თინეიჯერებს ჩემი აზრით მშობლები არიან ის ადამიანები ვინც ყველაზე განიცდის თავის შვილებზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და ისინი სწორ რჩევებს იძლევიან იმიტომ რომ მეტი გამოცდილება აქვს და ეს პერიოდი მათ გავლილი აქვს უკვე და იციან რაღაცას რო ეუბნებიან და მე მგონი ურჩევდი რომ ორი მიუგდონ მშობლებს შეიძლება არ გააკეთო ყველაფერი ისე როგორც ისინი ეუბნებიან მაგრამ მაინც გაითვალისწინონ მათი რჩევა ჩემი აზრით კი გეთანხმები იმიტომ რომ მე დრო რო გავა მე დაუბრუნდებიან ის იმ საკითხს რომელშიც არ ეთანხმებოდნენ და მიხვდებიან რომ თურმე მართლები ყოფილა მშობლები ალბათ მანდაც ორი მომენტია ჩვენ მშობლები ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი რაცა შვილებს რაღაცას ურჩევთ ხოლმე ჩვენი გამოცდილებით და ჩვენი გადაწყვეტილებით რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ ამ გადაწყვეტილებას ვახვევთ ხოლმე თავს რაც მე მიმაჩნია სწორად ეხლა მშობლებს მაგრამ მე მივჩევდი რომ გიტარა გადააგდე თავი გაანებე დაჯექი რაღაცა იმეცადე ხო აი მანდ მივდივარ ხანდახან შვილები თვითონ რა საკშიც არ უნდა იყვნენ არის რაღაცა წინათგრძნობა რომელიც თვითონვე აჩვენებთ ხოლმე იმ თავის მოტივებს მოწოდებებს ამიტომ კი მშობლების უნდა გავითვალისწინოთ გზრდიან გვასწავლიან და შემდეგ მაგრამ ხანდახან მშობლის სიკეთე შვილისთვის შეიძლება დაბრუნებული სიკეთეთ არ იყოს ხოლმე. ეს ზედმეტ ყურადღებაზე ლაპარაკობ ალბათ შენ. კი, ზედმეტი ყურადღება თუ გინდ ზედმეტი გაკონტროლება, ყველაფერი ზედმეტი დღეს. ეხლა მშობლებს ვეტყვი, ნუ აკონტროლებთ ესე თქვენ შვილებს, იმიტომ რაც უფრო მეტად აკონტროლებთ, უფრო მეტად აშვებულები იქნებიან. გეთანხმები, მანდ კითხვით დაგიბრუნდები, თქვენ დროშიც და ეხლაც არის ესეთი ქუჩის აკადემია, თბილისელი. კაცი ხარ, გესმის ეს საკითხი და აი ეს ქუჩის აკადემია თავის დროზეც და ეხლაც ორი მხარე აქვს, ანუ ასწავლის მოზარდებს თავის სიტყვის პატრონობას თუ გინდ, მაგრამ მეორე ნაწილი ის არის, რომ შეიძლება იყოს საუბარი ნარკოტიკზე, მოსაწევზე
და თვითონ მოზარდს უნდოდეს ამ ქუჩაში გაცნობილ მეგობრებთან მეგობრობა ისე რომ სასწაულმა ჭაღალებში არ გამორიყოს და უწევდეს იმაზე ხოს თქმა რაც რეალურად იცის რომ არა. აი შენი გამოცდილება რომ მოგვიყვე პანჩო და რას ურჩევ თინეიჯერებს, იმიტომ რომ დღესაც დგას დღესდღეობით აქტუალურია ეს საკითხები. ძალიან აქტუალურია მე რომ თუ ქუჩაში არ არის აქტუალური, უკვე რაღაც ნაწილი სოციალურ ქსელებშია გადმოსული. მაშინდელი გამოცდილება და დღევანდელი და შვილებთან მიმართებაშიც რა სირთულე იყო ეს ქუჩის აკადემია თუ შეგიძლია რომ აი ხა რაც ნარკოტიკს შეეხება, ნარკოტიკი შემოვიდა ისე როგორც ინსპექტორები რომ შემოვიდა და მთელმა ინსპექტორები ჩაიცვეს. გახსოვს? აი დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო, მოდაში იყო და ამიტომ ახალი იყო და მივედ მოვედეთ. მაგრამ იმდენი რამე დამაკარგინა ამან. და იმდენად არ ღირს, უბრალოდ არ ღირს ცხოვრებას იპუჭებს ადამიანი, რომელიც ნარკოტიკთან ახლოს არის რა. იპუჭებს ყველა ვარიანტში იპუჭებს ცხოვრებას. ჯერ დროს კარგავს, მერე ჯანმრთელობას კარგავს, თავარია. ნუ ეხლა აღვლაპარაკო ფულზე და მერე სხვანაირ რელსებზე დგება. იმას არაფერი აღარ აინტერესებს ნარკოტიკის გარდა. დილა რო თენდება ფიქრობს იმაზე როგორ იშოვოს ის ნარკოტიკი. ღამე რო იძინებს, აი ეს პერიოდი რო ძინავს, მაშინ არის თავისუფალი. დანარჩენი დრო არის ჩამოკიდებული აი ამ ნარკოტიკზე. და თან ნარკოტიკის არის და ნარკოტიკის. ეხლა რასაც ხმარობენ, ეს არ არის ნარკოტიკი, ეს არის საწამლავი. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი დაიხოცოს, მე არ ვიცი რა, ეგეთი რაღაც არ გამიგია, რომ ამდენი ხალხი მოკვდეს რაღაც ქიმიურად რაღაცებს აკეთებს, მაგის ხმარება როგორ შეიძლება ვაფშე. მე ჩემი ის რო იყოს, აი ვინც ყიდის რო დაიჭერენ, უნდა დახვრიტონ, თან უნდა დახვრიტონ მოედანზე, სადმე რომ ყველა ხალხმა ნახონ, რომ აი ხრიტავენ ამის გულისთვის, რომ ეგეთი რაღაცები აღარ მოხდეს, იმიტომ რომ ეს ნარკოტიკი არ არის. ნარკოტიკი ვიცი მე ოპიუმი. ბუნება, ყაყაჩო, ხო, ეგ რა და აი ის აგრძალეს და მე რაღაც ქიმიური რაღაცები შემოვიდა და დამძიმდა და ფსიქოტროპული და თუ არ მოკლავს გაგაგიჟებს. ან ნუ რაღაც ასწავლე. რატო ხდება შენი აზრით დღესდღეობით პოპულარიზება ისევ ნარკოტიკის მოსაწავის და ასე შემდეგ რა აკლიათ ქართველ ახალგაზრდებს და რით შეუძლიათ შეივსო? ბევრი დრო გავიდა იმ 90-იანებიდან, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და დღესაც თითქოს იგივე დღის წესრიგი გვითგას. იცი რა, მაშინ ესეთი საშინელი შედეგი არ ქონდა ამას. მე მაგითო ვთქვი, რომ ახალი შემოსული იყო და ანტიპუნტად ხმარობდა ხალხი, მაგრამ ეხლა როგორც უყურებ, ძალიან ბევრი ახალგაზრდები ხმარობენ, თან უკვე სკოლის ასაკიდან ხმარობენ, მე მგონი რა. ჩემი გადმოსახედიდან რო უყურებ. და ეს უკვე უტოპია რა, ეს სასწაული რამეა. ნარკოტიკის მოხმარება რაიმე ავტორიტეტთან მიდის კავშირში? შეიძლება რომ ესე იყოს? ნუ აი მოდი ძველ დროს შევადარებ და ახლანდელ დროს. ეხლა რასაკვირველი არა. ეხლა როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ავტორიტეტი? ანუ რა წერს დღეს კანონებს? ფული? მოსაწევი? ფული წერს კანონებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში არა. აი ცოტა უფრო დეტალურად იმათვის წერს ფული კანონებს, ვინც იწერს ამ კანონებს და მიყვება ამ ფულის მეშოქს, მაგრამ თუ ადამიანი შინაგანად არ არის ისეთი, რომ გაყვეს ამას და თავისი აზრი აქვს და თავისი მე აქვს და თავის წარმოდგენა აქვს ცხოვრებას და რაღაცა ის უნდა მიხვდეს, რომ ტუპიკია. ტუპიკია და არგის ფეხის ჩადგმა მაგაში. თუ ჩადგავ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი უნდა გასინჯოს, მაგრამ გასინჯვა და გასინჯვა, ხო? პანჩა, აუცილებლად მინდა კითხო სამეგობროზე. რო გაიხსენა იმ პერიოდში სამეგობროს გავლენა ხო არ იყო შენი დამოკიდებულება? სამეგობროს გავლენა მაგ ამბავში არ იყო. მე მქონდა გავლენა სამეგობროზე მაგ ამბავში, იმიტომ რომ მე უფრო უბნის მხრიდან დამამძიმეს მაგ ამბავში, მაგრამ რასაკვირველია სამეგობროს აქ თავისი წვლილი მიუძღვის მაგაშიაც კი.
მე უბრალოდ როგორ ახარ ის ხალხი გემეგობრება, ვინც ხმარობს ნარკოტიკს. აი ეს რაღაცა წრე და იმ წრეში ტრიალებ. და დრო მიდის. მოდი საბოლოოდ ეს თემა შევაჯამოთ და რჩევა მივცეთ დღევანდელ თინეიჯერებს და მოზარდებს, რომ ამითი კარგავთ დროს, ჯანმრთელობას, ამ ცხოვრებაში ყველაფერი კაია. რომელიც ამ ცხოვრებაში უნდა მიიღოთ. წყურია ერთი ყლუპი რო დალიო, კარგი, ერთი ჭიქა რო დალიო, კარგია, მაგრამ ერთი ბოჭკა რო დაგალევინო, მოკვდები. ამიტომ ზომა უნდა ყველაფერს. აბსოლუტურად გინდა წყალი იყოს, გინდა რაც გინდა აიღე, თავისი ზომა უნდა გქონდეს, აი რაღაცა დონემდე, იმის შემდეგ აღარ ვარგა არაფერი. თავარია რომ ადამიანმა იცოდეს აი ეს თავისი წილი, რაც არის ზომა. მარტო ნარკოტიკში არა, ცხოვრებაში უნდა იცოდეს. შენი მთავარი რჩევა რა იქნება თინეიჯერებისთვის და მოზარდებისთვის? როგორ უნდა ამოიცნონ და მიხვდნენ რეალურად მათ გვერდზე? როგორი ადამიანები არიან, როგორი მეგობრები ყავთ? იმიტომ რომ ბიჭებში ცოტა სხვანაირად მიდის ხოლმე ეს ამბავი, ხო? ანუ იქ რაღაცა ფულის თემებია, იქ მოსაწევის თემებია, იქ ესე ვთქვათ სასტაობის თემებია ერთად. მაგიტო ვიზახი რომ გავლენა აქვს ამას რა წრეში ტრიალებს ადამიანი რა. და რჩევა ის იქნება რომ ესეთი აი ნარკოტიკთან მიმართებაში მინდა ვთქვა რომ კარგი არაფერი არ მოაქვს ამას. ეს არის აი როგორც სიზმარი რა, ცხოვრობ სიზმარში. რეალურად არ ახარ ამ ქვეყნეული. და არაფერს არ იძლევა თან ნარკოტიკი. საიმისოთ რომ ადამიანმა ამდენი რაღაცა დათმობს მაგის გულისთვის რა. ეს არის ვიღაცა ფულს აკეთებს და ეგ არის და ეგ რა. რა წარმოდგენები ქონდა? როცა იყავი მოზარდი, აი ფულთან დაკავშირებით. მაშინ, ანუ ფული არ მჭირდებოდა. მჭირდებოდა შეიძლება ტაქსისთვის დამჭირდებოდა, კინოში წასასვლელად, მაგრამ ის რო ფული ვიშო, ეგეთი აზრი არ ქონდა, არავის არ ქონდა ჩემ დროს ეგეთი აზრი. ყველას ყველაფერი ქონდა. იმასაც ღარიბსაც და ვინც უფრო ფულიანები, მოკლედ ყველა ის ბაცივას რო გააღებდი საჭმელი იყო, დასასვენებლად მიდიოდი ზღვაზე, მთაში, ვოცნებობდით რომ აი წავსულიყავ თქვა სადღაც მოსკოვში ერთად პაესტკაში ბავშვები. ეხლა სხვანაირი ოცნებები აქვს. ეხლა ბავშვობიდან იმაზე ფიქრობენ, სად მოეწყობიან, ვინ გამოვლენ, რამდენ ფულს იშოვნიან, რამდენ რაღაცა, სხვანაირი პრიორიტეტები აქვს, სხვანაირი აზრები აქვს, სხვანაირი ოცნებები აქვს. ცხოვრება სხვანაირია დღეს. ცხოვრება მაგიტომ არის სხვანაირი. კი, ცხოვრება სხვანაირია დღეს და კი, დღევანდელი მოზარდები აქტიურად ფიქრობენ, რო ჩააბარებენ ამით რას მიაღწევენ, როდიდან შეუძლიათ დაიწყონ, კი, ბავშვობიდან. ფულის შოვნა. კი ბატონო. პანჩო, ახსენე რომ მოსკოვში რო წავიდოდითო, მეგობრებიო და ასე შემდეგო, მე მინდა აუცილებლად კითხო, შენ თქვი რომ მე-9 კლასში ყავდა შეყვარებული. კი. აუცილებლად ჩაგეკითხები, მაშინ პირველი სექსუალური გამოცდილება. ანუ ეს იყო იმიტომ რომ ბიჭებთან ესე ვთქვათ მოგიყოლათ და ამ შემდეგ როგორ ხდებოდა? ანუ დღეს არის მოდი ბიძა წაგიყვანს, მოდი მამა წაგიყვანს, იყო ისიც ვიცი რომ უბანში ერთმა იცოდა და მერე 10 მიყავდა რომ აბა წამობიჭო მე ვიცი. და რა გავლენა წაგიყვანს ცოტა ისეთი ამბავია ხო, მაგრამ ფაქტები არის ეგეთი რომ მამებს დაყავდა შვილები ქალებთან. მე მაგალითად თბილისში პირველად არ მქონია ეს სექსუალური გამოცდილება, რომ წავედი მოსკოვში, იქ ვიღაც პუტანკას ფული გადაუხადე და ეგ იყო ჩემი პირველი სექსუალური გამოცდილება. თბილისში მარტო ქალიშვილები დადიოდნენ. იცი რა არის, დღეს ძალიან შეიცვალა ეგ მომენტი რა. შეიცვალა, კი ბატონო. ძალიან შეცვლილი არის და მოდი ესე ვთქვათ, საზოგადოება ორად კი არა, ბევრ ნაწილებად გაიყო. იმიტომ რომ ყველას ყავს გოგოები, ბიჭები, შვილები და ბიჭი შვილები ვფიქრობთ რომ ვაიმე დედა ეხლა რომ არ იცის რა ქნას და ვინ წაიყვანს და სად მოიყვანს და რა მოხდება და გოგოს მშობელს სხვა ტრაგედია აქვს რომ არ უნდა რომ იმაზე ადრე მოხდეს რამე და მანამ
არ დაოჯახდება, რამე არ მოხდეს, ანუ ზოგან ევროპული მენტალობა ამაგ მიმართულებით, ზოგან ქართულ ტრადიციული და ასე შემდეგ. აი, სწორად როგორ შეიძლება მივაწოდოთ ბიჭს, მშობლებმა, გინდა გოგოს, რომ ანუ როგორ უნდა მიიღონ ეს გამოცდილება, რა უნდა იყოს პირველი გამოცდილება, იმიტომ რომ ავლენს ხო რაღაც გავლენა იქნება ამას შემდგომ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ფსიქოლოგიურად მოქმედებს ახლა როცა გარდა ტექის ასაკში ხარ და ორგანიზმი ითხოვს და თავში გიტრიალებს რაღაც ისენი და ამ დროს ვერაფერს ვერ აკეთებ. ცუდი მომენტია მაგარი და გითხრა. ანუ შენ გადაწყვიტე რომ შენ თვითონ გეშველა შენი თავისთვის. ხო, თავისთვის, თუ არა მშველელი არავინ არ იყო და ამიტომ მე თვითონ უშველი ჩემს თავს. გასაგებია. დაუბრუნდები შენ პირველ სიყვარულს ისევ და კითხავ, შენი აზრით რატო ეშინიათ დღეს მოზარდებს და ზრდასრულებსაც ფაქტობრივად გაგიჟებით სიყვარულის და რატო გახდა უფრო პრაგმატული დღევანდელი სიყვარულის ისტორიები? მე მგონი სიყვარული როგორც იყო, ისეთია ყოველთვის 10 საუკუნის წინაც იგივენაირად უყვარდა ხალხს ერთმანეთი და როგორც შეინძახი გიჟდებოდნენ ერთმანეთზე და დღესაც იგივე არის, გიჟდებიან ერთმანეთზე, როცა შეყვარებულები არიან. აი რატო შიშობენ ამას? რომ გიჟურად არ შეუყვარდეს ხალი. არ შეიძლება იმიტომ რომ არ უნდა ცოლის მოყვანა და არ უნდა ზედმეტი ტვირთის ხრებზე დადება. ანუ პასუხისმგებლობებს უკეთი აზრებენ? ხო, იმიტომ რომ არ ჯობია მეგობრებთან ერთად გულაობა და რამე. შეიძლება ჯობია კიდევაც. იცი რა, ყველაფერს თავისი დრო აქვს რა, რაღაც მომენტამდე ჯობია, მაგრამ მე ხვდები რომ ოჯახი გინდა, შვილი გინდა, რაღაც აი როგორც საქმე რა, რომ საქმეში ჩაერთო, მოეწყო გინდა და რეალსებზე დადგე გინდა. თუ ეს მოგივა უფრო პატარა ასაკში, სადღაც 20 წლის ასაკში, გადასარევებნა ზოგს 50 წლამდე არ მოძის ეგ აზრი, რომ დაოჯახდეს და რაღაც შვილი შეეძინოს და მაგის დრო არ აქვს იქ რაღაც საქმეებზე წასვლას. შეიძლება გოგო უცხოეთში დადის სასწავლებლად, ბიჭი თბილისშია, მიდიან, მოდიან, ეხლა როგორც ჩემი შვილი მაგალითად რა, მის საცოლე იტალიაში სწავლობდა და ეს აქედან ყოველ ორ თვეში ერთხელ მიდიოდა იტალიაში, ჩაფრინდებოდა, ჩამოფრინდებოდა. აი ეგრე, მაგრამ ეხლა მე მგონი მოყავს ცოლად. არ ვიცი რატო გიჟდებიან და რატო ეშინიათ სიგიჟემდე შეყვარების, ეს გენიალურია, მაგაზე კაი რა გზნობა რა უნდა იყოს, როცა გიჟურად გიყვარს ადამიანი. ბანჩო, მინდა გთხოვო, რომ გვიმღერო შენი სიმღერა, იყავი გიჟი, თუ არის შესაძლებელი. ერთი კუპლეტი. კარგი. მე შენ სიზმრებში შეყვარებული, თითის სვერებზე შევიპარები, რა ფანტაზიის ფერად მორევში, იქ შენთან ერთად დავიკარგები და თუ წახვედი მე ვეღარ გნახავ. ბილიკით ივლი და გზაზე გახვალ, გზას თუ გაყვები მწვერვალზე ახვალ, იქ ყველაფერია მხოლოდ მე არ ვარ, იყავი გიჟი, ოღონდ იყავი ჩემთან კარგო, იყავი გიჟი, რომ ეგიჟურად შეგიყვარო, იყავი გიჟი, მე შენ ესეთი მომეწონე და დღეს გიმღერებ მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ. იყავი გიჟი, რომ მე შენ გიჟურად შეგიყვარო. მაგაზე კარგი რა უნდა იყოს, ფანტასტიკური გზნობა არის და არაჩვეულებრივი დრო არის, ის რომ ხარ შეყვარებული, როცა ხარ გაგიჟებული, დაბნეული, გამოშტერებული, შეიძლება რაღაც სისულელეებს აკეთებ და არაეგებ მდგომარეობაში, რომელსაც არასდროს არ გააკეთებდი ეგეთ რაღაცას, მაგრამ არა, ნუ ხო, ნუ მოკლედ ყველაფრის შემძლე ხარ და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ იმ ადამიანთან იჯდე და უბრალოდ უყურო თუნდაც და მეტი არაფერი რა. რატო ეშინიათ ამისი ვერ ხვდები რა.
დღეს მე მინდოდა ყველასთვის სიმართლე მეთქვა ისაც ყველა მიცოდა და ვერავინ ვერ თქვა რომ დღეს საქართველოს სიყვარული აკლია და ყველა ერთად ავწიოთ ხელები ცისკენ და მზერა მზისკენ და სულები ღვთისკენ და ვილოცოთ ერთად დღეს ჩვენი ვალია მაგაზე კაი არაფერი არ არსებობს სიყვარულზე ეს არის გზნობა რომელიც ამაზე არის აწყობილი ყველაფერი დედამიწის ზურგზე თუ რამე არსებობს არის სიყვარულის გამო გაკეთებული მართალია გეთანხმები მომიყევი და გაიხსენე ძალიან გთხოვ შენი პატარა ისტორია სიყვარულო თავგადასავლები და სიგიჟე რომელიც ჩაგიდენია სიგიჟე ნორმალური არაფერი ჩამიდენია თორე გავიხსენებდი დანარჩენი სულ სიგიჟეებს ვაკეთებდი ისე რომ შენ ამბობ რომ შენი ცხოვრება არის შავ-თეთრი ხო მაქსიმ გერეში ეგეთი კი ბატონო დღეს რა ფერები ჭარბობს შენს ცხოვრებაში რუხი აუცილებლად მინდა გავიხსენოთ შენი ისტორია როცა შენი სიმღერით გადაარჩინე ბიჭი სიცოცხლეს ეს ძალიან გზელი ისტორია რომელიც შემდგომ შეგხვდა როგორც შეძლებ გაგვიზიარე მოგვიყევი ესეც რაღაცა მხრივ ნარკოტიკთან არის დაკავშირებული და თქვენ მიხვდებით მე რატო ვიზახი ამას მოკლედ ჩემი უმცროსი შვილი მოუნათლეთ ეკლესიაში რომელშიც ადრე იყო რეკონსტრუქცია თუ რაღაცა მშენებლობა იყო მოკლედ და მე მივედი და აი ამ ნარკოტიკთან შეხება მქონდა იმის ტერიტორიაზე მერე რო ეს ეკლესია დაამთავრეს გახსნეს მერე მოუნათლე შიგნით უმცროსი შვილი და მის დაბადების დღეზე ვიყავით მე ჩემი მეუღლე შვილი და ნათლია და ჩემმა ბავშვმა გადაისხა მდუღარე წყალი თავზე და მოკლედ გაითიშა და იმ ნათლიამ გადაარჩინა ის რო არ ყოფილიყო მე იმდენად დავიბენი რომ ვერ გავინძერი საერთოდ გალურჯდა ბავშვი და ნუ შოკი მომივიდა იმ ნათლიამ გადაარჩინა და სამატყობაში რომ მივიყვანეთ ნომერი ისა პალატა მოხდეს მე და ჩემი მეუღლეს რომ აქ ღამე აქ დარჩებითო რა და თვითონ ბავშვი იყო ქვევით რეანიმაციაში და რაღაცები მოვიტანეთ სახელიდან ტანსაცმელი რაღაცა იმეებში ტუმბოჩკებში რაღაცას ჩავალაგე და ჩავედი პირველ სართულზე სადაც რეანიმაცია და მდგევარი კარებთან შიგნით ვერ შევდივარ ამ დროს გაიღო კარები და შეყავთ ბავშვი თუ გადაბინტულია მარტო თვალები უჩანს და ეს პირი ნუ რასაც შევხედე და შეაცილა მე ჩემი სანერვიულო მაქვს და რაღაცა და შეაცილეს ეს ბავშვი და ვიღაც კაცი მოვიდა ჩემთან და თქვენ რო პანჩო ხართო და მეთქი კი ესო ჩემი შვილი არის ნავთი შეასხა ბუხარშიო და იქიდან ცეცხლი მოედო და სულწლიანად დამწვარია მოკლედ რაღაც 80% მქონა მე მგონი დამწვრობის რა და ყველა საშინელი დამწვრობა არის იმიტომ რომ მიიღებ დამწვრობას მერე შემდეგ პერიოდში ხდება შიდაწვა და მოკლედ ვერ აჩერებენ და ნუ საშინელი რამეა რა ეს რეანიმაცია როგორ ეცი დიდი ოთახია და წვანან ბავშვები მოხუცები ქალები კაცები ყნესიან რაღაცა ერთ დიდ ოთახში რა ხო და ჩემმა შვილმა ეხლა დაგინახათო რა რომ შეყვავდაო რა და მითხრა რომ არ ჭამსო საჭმელსო საერთოდ რა მოსკოვიდან ჩამომაქო რაღაც კანები რაღაცებს მოკლედ 6 ოპერაცია გაუკეთეთო უკვე და საჭმელს არ ჭამსო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არისო რა და დაგინახათო და მან მითხრა რომ მან პანჩო მიმღეროსო რა ნუ მე ეხა თავი დავოქნიე რაღაცა და შევიდა მოკლედ ეს კაცი რა შევიდა ავდივარ ზევით პალატაში სადაც მე და ჩემი მეუღლე ვარ და იმ ტუმბოჩკის უჯრა გამოვაღე და დევს წერილი ნახევი ესეთი ფურცლი და ბავშვური ხერით დაწერია ცაში ახედე მიმღერე რა ბიჭო გავგიჟდი მეთქი ვარიანტი არ არის ქვევიდან ამოვედი პირდაპირ მესამე სართულზე ეხა იმათი შემოტანილი ეს წერილი ვერ იქნებოდა ჩემ წელს ვკითხე არავინ არ შემოსულა ვაფშე ეკიპთან გავედი მეთქი ვინმე იყო პალატაში შესული არავინო
მაშინ ვერ მოვიფიქრე, მე კი მივხვდი საიდან იყო ეს წერილი, მაგრამ წავედი მოვიტანე გიტარა სახლიდან. და ყოველ დღე ზუსტად 9 საათზე ჩავდიოდი მიშვებდნენ ამ რეანიმაციაში, სადაც ჩემი შვილი იწვა და რამდენიმე ლოგინის იქით იწვა აი ეს ბიჭი. და იმასთან დავიწყებოდი და ჩუმად უმღეროდი, რომ იმას არ გაეგო ჩემ შვილს რა, რომ ექიმმა მითხრა, რომ არ გაიგოსო რომ აქ ხარო, იმიტომ რომ ეგრე არის და საჭირო რომ მოკლედ. და უმღეროდი ამ ბავშვს ყოველ 9 საათზე, როგორც კი 1 წუთით გადავაცილებდი, ეკთრნები რეკავდნენ, რომ სად არის, ზოგჯერ ქალაქში ვიყავი გასულ და მორბოდი, რომ ის მელოდებოდა და მივიდოდი და უმღეროდი. ეს უმღეროდი და გავიდა დრო, მე წამოვიყვანე ჩემი ბიჭი, ის დარჩა ისევ სამავთყოფოში, ისევ ოპერაციებს უკეთებდნენ და გავიდა დიდი ხანი. რამდენი წელი გავიდა, ვერ გეტყვი, 10 ალბათ რა. და ის საიდან მოხდა ის ფურცელი, არ ვიცი. მერე დავატრიალე და მერე აღვიდგინე ყველაფერი. და ქუთაისში ვარ კონცერტზე, ვარ დარბაზია რაღაც კინოდარბაზი და გიტარა მიჭრავს, ჟღერი ვარ და სიმღერას რომ მოვჭი, ხედავ რომ სცენაზე ამოდის ბიჭი. მაღალი, ჯანიანი, მაგრამ არც ერთი ღერითმა არ აქვს, არც წარბები არ აქვს, არც თავს, სულ მოტლეპილია, ეთყობა რომ აი დამწრობისგან როგორც არიან რა. მოვიდა და გადამეხვია რა. და ხე მარტო თვალები მახსოვდა იმ ბავშვის რა, მენტომ სხვა არაფერი არ უჩანდა რა. გადამეხვია და შენ რომ ეს სიცოცხლის გადამარჩინეო და მაშინ დამარტყა რომ მეთქი ის ბავშვია რომელიც იქ იწვა სამავთყოფოში. ეს რატომ მოვყევი ახლა? ეს რატო დავაკავშირე ეს ნარკოტიკი და რაღაცა? შეცდომა დაუშვი. იქ მაშინ ყველა გადადგმულ ნაბიჯს აქვს მერე თავისი რაღაც მოყვება. კავშირი და ბუმერანგი. აი ყველა ჩვენ ვერ ხვდებით მაგას და მეც ვერ მივხვდებოდი 100 წელიწადი, ხო? რა მოხდა? ეგეთი მილიონი გამიკეთებია, სადღაც შევსულა რაღაც გამიკეთები რაღაც. ყველაფერს მოყვება თავისი შედეგი. და მივხვდი რომ ეს შეცდომა დაუშვი და ღმერთმა მომცა შანსი რომ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა და ის ფურცელი რაც ვნახე იმ ტუმბოჩკაში რომ დაწერილი იყო სიმღერა მიმღერე იყო კონცერტებზე დავდიოდი მაშინ და სადღაც თქვა კახეთში ან სადღაც სოფელში რომ ჩავდიოდი კონცერტით მაშინ ხო ტელეფონები რაღაცა არ იყო და ტელეფონები იყო კი მაგრამ წერდნენ იმაზე ფურცელზე რა ბავშვები რომ ეს მიმღერე და მაწვდიდნენ სცენაზე და ამას ვიღებ და ჯიბეში ვიდებდი ამ ფურცლებს და სახში რომ მოვდიოდი მე ტუმბოჩკაში ვყრიდი და ეთყობა რომ წამოვიღე ტანსაცმელი რაღაც და გამომყვა ეს ერთი ფურცელი და მოხვდა იქ სამავთყოფოში ამ იმაში რა უჯრაში მაგრამ ეხლა დამთხოვება ხო უნდა ეს ეგეთ დამთხოვ ეს ხო პროსტა ისე არ მოხდა ეს მოხდა იმიტომ რომ მიხვედრილი იყავი ჩემ შეცდომას რა არ უნდა გამეკეთებინა და რამხელა ფასი გადავიხეთ ჩემი შვილი გადაარჩინა პანჩო საშიახედე გვიმღერე რა საშიახედე რა ლამაზია ვარსკვლავთა წვენა საშიახედე რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე რა ლამაზია თეთრი ღრუბლები დავიდამადე ნუ იღრუბლები მე შენათვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე ვო რა ლამაზია თეთრი ღრუბლები დავიდამადე ნუ იღრუბლები მე შენათვის მინდა ეს ვარსკვლავები მთვარე და ღამე საშიახედე რა ლამაზია ეს ცისარტყელა საშიახედე როგორ უხდება მას ვარდისფერი რა ლამაზია ამ სისხივები დავიდამადე ნუ იბღვირები მე შენათვის მინდა ამ ცისარტყელის ფერები ყველა ვო რა ლამაზია
ამ ზის ხივები თავი დამადე ნუ იბღვირები მე შენათვის მინდა ამ ცის სარტყელის ფერები ყველა პანჩო მადლობა დიდი მადლობა სტუმრობისთვის დიდი მადლობა თქვენ და დიდი ბოდიში თუ ვერ გავეცი რაღაც კითხვებს ისეთი ამომწურავი პასუხი მაგრამ იდეა მთელი იმაში მდგომარეობს რომ მინდა რომ ახალგაზრდებს გადავცე ის რომ ხალხო გაანებეთ ამ საწამლავის ორგანიზმში შეშვებას რა სასიკვდილოა ეს არ არის არც кайფი ეს არ არის ნარკოტიკი ეს არის რაღაც ქიმიური რასაც кайფი არ მოყვება რაღაც სხვა რაღაცა მოყვება და ამათ გონიათ რომ ეს ალბათ кайფია თუ რა არის არ ვიცი მაგრამ შეეშვით ამას რა საშინელი რამეა იმდენი ახლობელი და შვილები და ძმები და ნუ რა სასწაული მარტო ჩემ ქუჩაზე 1-6 კაცი დაიხოცა ახალგაზრდებიდან რა მე გეტყვით აი ამის პრობლემა როგორ ცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით აუცილებლად ეცადეთ მაინც დღეს ისედაც სურო ნარკოტიკს თავი დავანებოთ იმდენი ჯანკ ფუდია ცალკე მოსაწევია თვითონ გარემო იმდენად დაბინძურებულია რომ ნუღა იმატებთ იმას რაც კიდე უფრო გაზიანებთ ცხოვრებაში იმდენი მაგარი რამე არსებობს იმოგზაურეთ შეიყვარეთ თავი დაივიწყეთ გადაეშვით ნებებში გრძნობებში იფიქრეთ სიყვარულზე მაგარი кайფი რა უნდა იყოს რა თქმა უნდა კი გიყვარდეთ ერთმანეთი გიყვარდეთ იმეგობრეთ დრო გაატარეთ გაერთეთ იმოგზაურეთ ფული იშოვეთ დამოუკიდებლობა და ის თავისუფლება იგრძელით რისთვისაც იბრძვით ვიმოგზაურებთ ვიგულავებთ მაგრამ ნარკოტიკის ქვეშ უფრო მაგარია არ არის ეგრე არ არის მაგარი ეს შენ გონია რომ უფრო მაგარია თორე გარეთა თვალი რო გიყურებს მაგარი არ არის ნამდვილად არ მგონია და ეს პრობლემა როგორ გააქრონ ის რაც დღეს თბილისშია და რა ვიცი შემოზღვავდა კი არა კედლებზე წერია უკვე და აი ეგ როგორ გააქრე შენი ცხოვრებიდან მე ვიცი რომ დიდი როლი შენმა მეუღლემ ითამაშა ამ ყველაფერში იცი რა ალბათ დრო მოიტანა იცი რა ადამიანმა თვითონ თუ შიგნით არ გადაწყვიტა ეს რომ ხო არ ვაკეთებ სისულელეს ვაკეთებ და არ გაათავა ეს ვერანაირად ვერც იქ სტაციონარებში დაწვენი და პროგრამები და რაღაცა ზღაპარი რამეა რა იმიტომ რომ გავლილი მაქვს ეგ არაერთი მე სამანტყოფოები და რაღაცები ეს არის დროებითი რაღაც მომენტში შეიძლება გადაგაგდებინონ მაგრამ ისევ შებრუნდები მე თუ გადაწყვეტილი არა გაქვს შენ თვითონ რომ ეს მორჩა და რაც უფრო ადრე გადაწყვიტავენ ამას მით უკეთესია იმიტომ რომ ცოცხლები დარჩებიან და ის დრო იკარგება ფაქტიურად რა აი რო გაჩერდები მე და უკან გადახედავ არაფერი არ გაქვს აბსოლუტურად ერთადერთი გახსოვს როგორ დარბოდი ამ ნარკოტიკზე რა ეგ არის მთელი გამოდის რომ მთელი ცხოვრება მიალიე იმას რომ რაღაც სისულელეს ჩალიჩობდი რა არ ღირს არა არ ღირს ნამდვილად არ ღირს შეცდომები ყველას მოსდის შეცდომები ყველა ვუშვებთ მაგრამ შეცდომის აღიარება უნდა ვაღიაროთ და გამოვასწოროთ უნდა მიიღოს როგორც შეცდომა და უნდა აღიაროს შეცდომა ნამდვილად მადლობა თქვენ ძალიან დიდი სტუმრობისთვის ჩვენი სტუმარია პანჩო მადლობა ძალიან საინტერესო გულახდილი და გულწრფელი საუბრისთვის აგიმღერებთ ტექსტი ისმენთ სიამოვნებით თითქოს გავიდა ცხოვრება და მე არ მახსოვს არც ერთი დღე რომელიც ისე თენდება როგორ ჩემ გულში თენდები შენ არ მახსოვს გუშინ არ მახსოვს დღეს თურმე ყოფილა შარშან ესე გავიდა ცხოვრება და სიყვარული დარჩა
რა მაგარია ამ ბედნიერ ნოტაზე მე გემშვიდობებით ეს პოდკასტი თინთოქია მე თაკო მიქელაძე ვარ გამოგვიწერეთ მოგწერეთ შეავსეთ ჩვენი ანონიმური გამოკითხვები და შეგახსენებთ რომ ამას სკოლაში არ ასწავლიან ჩვენ გესაუბრებით გულწრფელად ჩვენი ისტორიებით და გელოდებით ჩვენთან სულ მალე